ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს სამართალდამცავებმა საპოლიციო მოქმედებების შედეგად. დაკავებულია ჯამში 51 პირი. დანაშაული 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება გაკეთდა. დეტალებს ხატია ჯამალაშვილი გაგვაცნობს ახლა პირდაპირ ეთერში. ხატია გისმენთ. ამოღებული ათეულობით ცეცხლსასროლი იარაღი და აკრძალული ნივთიერებები. ეს არის სწორედ იმ საპოლიციო და საპრევენციო ღონისძიების შედეგი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 2 დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში აწარმოა მთელი ქვეყნის მასშტაბით. შედეგად დაკავებული არის 51 პირი, რომელთა საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ნივთების ჩხრეკის შედეგად ამოღებული არის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო ვაზნები, მჭიდები, სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ ასეთი საპოლიციო და საპრევენციო ღონისძიებები მოწმობს იმ სტატისტიკაზე და მოქმედებს დადებითად, რომელიც არის პირდაპირ მიმართული და ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემცირებაზე. ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით ეს ასეთი დანაშაულის რიცხვი არის შემცირებული და ამას თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც მოწმობს. 2 დღის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. სულ დაკავებულია 51 პირი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ეფექტიანი საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ და თანმიმდევრულ მუშაობას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. ამ დროისთვის 51-ვე დაკავებული სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორში არის განთავსებული და ისინი აღკვეთი ღონისძიების შესაფარდებლად სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან. მათ წინააღმდეგ საქმე არის აღძრული სისხლის სამართლის 236 მუხლის მიხედვით, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობა ხატია ჯამალაშვილი იყო პირდაპირ ეთერში.